ვიუტორ ფორდზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ანზორ გაბიტაშვილის სიზმარი. წინასწარ უნახია თურმე სიზმარი, რომ ეს თასიო ჩვენიაო და მისულა და კახი ასათიანისთვის უთქვია. სიზმარი უნახეო, რომ ესე თვითონ აქვს მოყოლილი ჩემთვის, ხო და სიზმარი უნახეო, თასო ვდებდიო მაგიდაზეო. კახის ეხლა ცოტა ის იყო, ესეთი კაცი იყო, იუმორით სავსე და წითელი ის თუ გადააფარეო თავიდან, ის ბაზეო, მაგიდაზეო. სპეციალურად თუ მოამზადეო და კი ყველაფერი კარგიაო და ეს ამბავი თვეების შემდეგ მივიდა ნოდარ ახალკაცამდენაც თურმე ხო და ფინალზეო ვზივარო და ნოდარ ახალკაციდან 2-3 ის შემდეგ ისიც იჯდა ხოლმე ანზორ გაბიტაშვილი რომ უნდა გაქცეულიყო და დარასელიას რო გაუტანია გოლი მოჯლუგუნი მკრაო და მითხრაო და მიდი აბა ეხლა შენი დროაო რა ანუ ვიგრძენიო რომ ბურთი უნდა მომეტაცაო და აზორი ყვება მაგას თვითონ კი მოყოლილი მე პირველად გავიგე ხა ის არა პირველ თვითონ არის მოყოლილი ვოტფორდის შემდეგ იყო უკვე ვესტჰემ უკვე ვესტჰემ ვესტჰემთან მე უკვე ტრავმა მქონდა არ ყოფილი არ ყოფილი ხარ იქ ხო იქ არ ყოფილი ვარ ვესტჰემ ხა ტელევიზორში ინგლისში რა გამო ბიჭებში რასყვებოდნენ, ხო არ გახსოვთ? აი განწყობა როგორი იყო? გასულ თამაშზე იქა? დიახ. არა, ჩვენ საერთოდ ისეთი რაღაც ფსიქოლოგიურად ნოდარიც ახლა ისეთი კაცი იყო, რომ გვამზადებდა და არ იყო დიდად ახლა პანიკა არც თამაშზე არ ყოფილა. მე პირიქით ისეთი დამაჯერებლები, თვითდამაჯერის ჰქონდა რა. დარწმუნება უერენეს ქართულად დავდაჯერებულობა ხო და არა არ იყო ისეთი რო თქვა და ეს შემადგენლობა კარგი რაღაცა კი ეს ხანს შემადგენლობა ყავდა თუ თასის ფლობელი იყო ბოლო ხო ინგლისის მასე ლივერპულს რა შემადგენლობა ყავდა და ყველაფერი ყავდა მოგებული თუ მაშინ ლივერპულს მაგრამ სვათაშორის ჩვენამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისის ლიგის თამაში იყო და ლივერპულმა ვერ მოუგო პრემორჩა ის თამაში. ლიგის თამაშზე? ლიგის თასზე, კი, ლივერპულმა ვერ მოუგო ვესტჰემს. არა, ვესტჰემი მარტო მაგარი. ბრუკინგი ძალიან კაი ფეხბურთელია. ბრუკინგი მერე მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო კაცო. არა, მაშინაც ნაკრებში თამაშობდა. ნაკრების წევრი. არა, იმ შოკი იყო იმათვისაც რა ფაქტურად. არა თამაშეს პრინციპში ბრუკინგი და ცოტა ხანია. არა თამაშეს? არის მსოფლიო ჩემპიონატი. თან ისეთი გოლები გავიდა ეხლა მან რომ ეხლა ჩივაძეს ისეთი გოლი გააქვს ეხლა პირველივე გოლი ჩივაძეს მე დათორო ეხლა 40 მეტრია პასროად შენგელიას რო ადროს და გეგმონი მეტიც 40 მეტრზე მეტიც 40 მეტი იყო მეტიც იყო შენ საჯარიმოდან 60 მეტრი იქნებოდა და შენგელიაც როგორ როგორ ასწორებს რამაზას ზუსტად არ გაუჩერებია გარბოდა პირდაპირ ბურთი ისე გაისწორა და ისე მიმართული არ გაუჩერებია მიმართულება მიცა და გაყვა მე რას გარბის ესრაფეშიც როგორ მოსვერ დაეწია ვერავინ. ნუ მოკლედ მაგარი მაგარი გოლები შეიძლება. ძალიან ალბათ თბილისის დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ისტორიაში. კი. იქ და ლივერპული. ლივერპულის თამაშსაც თუ ერთ-ერთი საუკეთესო. კი, რა თქმა უნდა. ლივერპული თუ საუკეთესო არა. ჯეჯილეს არტუის გასვლადი და ტელიმატ. დაამახსოვრა. იმიდან იარა ფაქტობრივად იმათ საჯარი მომდა, ჩვენ საჯარი მომდა იმათ ჯემტელ სლალომი შეასრულა. და კარგი პასიც მიცა. რამოზას კი. ძალიან კაი პასი მიცა. და თან რას აკეთებს ახლა? ვეუბნები ხოლმე ხშირად ჭილაია რო შემხვდება რომ თავი დაამახსოვრეთ, შენ არ დაავიწყდები არასდროს და ბიტლსები თქო მე უთხარი ლივერპულს რა. ეს ხუთი ადამიანი ახსოვს, მაგარი გოლი შეა. ძალიან მაგარი ის. მაგარი ის და ეგეთი ვესტჰემს რო დაუბრუნდეთ აი ეს მწვრთნელი თუ ასე ლაიოლი იყო ხო ჯონ ლაიოლი იყო და ამბობდა რომ ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით ახლა იმის ილუზია არა გვაქვს რომ მოვიგეთ გავა შემდეგ ეტაპზეო მაგრამ მოსდა შეასრულეს თუმცა ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და ისეთი ბურთები ვერ გავიტანთ განსაკუთრებით საშა ჩივაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი იფიანსაც კარგი მომენტი იფიანსა ჩივაძეს განსაკუთრებით კარგი მომენტი ჰქონდა რამდენიმე მოატყუა საჯარიმოში და სადაც 5-6 მეტრიდან
არაზუსტად დაარტყა. პრესტიჟის თამაში იყო იმათვის და იმათვის პრესტიჟის თამაში იყო. ძალიან გაუხარდა, ძალიან რომ ეს ერთით ლოლი რომ მოიგეს, აი ესე სიხარულისგან დახტუნა. თითქოს გავიდნენ რა. იმიტომ შუქში იყვნენ 4-4-ით ერთი და გაუხარდა. ძალიან ესე იმხელა სიხარული გამოხატეს რომ არ ვიცი რა. 5-0 რომ მოიგოთ რას იზამდნენ. ასე. აი სიხარულები არ მახსოვს და გაუხარდათ. კი, გაუხარდათ. ძალიან გაუხარდათ. ეხვეოდნენ ერთმანეთს კაცო. გოლი რო გაიტანეს და ძალიან გაუხარდა.